ფრეშ კლუბი. ნინი ხუგაშვილთან ერთად. გადაცემის სპონსორია ენდოკრინოლოგია, მეტაბოლოგია, დიეტოლოგიის ცენტრი ენ-მედიცი. კლინიკა ენ-მედიცი, ნავიჯი ჯანმრთელობისკენ 277 4000. დღემშვიდობისად კონსმეთ რადიო იმეც მე ნინი ხუგაშვილი ვარ და ღიეთერში განვაგრძობთ გადაცემას ფრეშ კლუბი. წელიწადის ცივ დროს გაციების და გრიპის სეზონის დადგომისთანავე ბევრ ჩვენგანს უჩნდება შეკითხვა როგორ უნდა დავიცვათ საკუთარი თავი და ოჯახი. რეალურად რამდენად გვიცავს შემოთავაზებული საშუალებები ეფექტურად. გრიპის ნებაყოფლობითი ვაქცინაციის შესახებ უამრავი შეკითხვა და მოსაზრება მითი თუ რეალობა გაჩნდა ჩვენს ირგვლივ. დღეს გადაცემის მეორე ნაწილში ფრეშ კლუბის შეკითხვებს იმუნოლოგ-ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეკოვი უპასუხებს და შევეცდებით სწორედ მასთან ერთად გავარკვეთ დეტალებში. დღემშვიდობისა, მოგესალმებით ბატონო ბიძინა და მადლობას გიხდით რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. მოგესალმებით და მივესალმები რადიო მსმენელს. ბატონო ბიძინა, თემის აქტუალურობიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ რომ ობიექტური ინფორმაცია სწორედ თქვენთან ერთად მივაწოდოთ დაინტერესებულ მსმენელებს. თქვენ ბრძანდებით ალერგოლოგი, იმუნოლოგი, შესაბამისად ძალიან კარგად მოგეხსენებათ ამ ვაქცინაციის შესახებ თქვათ. მოდით ვუთხრათ ჩვენს მსმენელებს, ხშირად თავად მოსახლეობა არის გაურკვეველ მდგომარეობაში, იმიტომ რომ პედიატრებსაც არ აქვს საერთო ჯამში ჩამოყალიბებული და ზუსტად განსაზღვრული საჭიროა თუ არა აუცილებლად ვაქცინაცია ყველა ჩვენგანისთვის თუ რაღაცა რისკ ჯგუფებს უნდა მივანიჭოთ ამ შემთხვევაში უპირატესობა როგორ ვიქცევით როდის დგება დღის წესრიგში გრიპის ვაქცინაციის საკითხი მოდით დავიწყოთ ამ თემით. კიდევ ერთხელ მოგესალმები და შევეცდები გასაგებად და ამომწურავად გავცეთ თქვენს ყველა კითხვას პასუხი და დავაკმაყოფილოთ მსმენელის ინტერესი. მოდი პირველი ესე ვთქვათ, საერთოდ საინტერესო ალბათ ყველასათვის თუ რა ტიპის გრიპის ვირუსი საერთოდ ვრცელდება ზამთრის პერიოდში თავს მსოფლიოში და განსაკუთრებით ჩრდილოეთ ნახევარსფეროში, ესე ქვია, ეკვადორიდან ჩრდილოეთით, სადაც ჩვენი ქვეყანაა განლაგებული. ეს არის ვირუსი, ეს არის ინფექცია, რომელიც ყოველწლიურად ვრცელდება განსაკუთრებით ზამთრის ცივ პერიოდში და ეს უდიდეს შემთხვევაში და უდიდეს ნაწილში მას ეწოდება სეზონური გრიპი, გრიპის ვირუსი, რომელიც ძველი წინა წლის ან რამოდენიმე ბოლო წლის ერთი და იგივე შტამებით ვრცელდება ხოლმე. ეს განსაკუთრებით მაშინ ხდება აქტუალური, როდესაც წელიწადის ცივი პერიოდია, მჭიდრო კონტაქტი ადამიანებს შორის, ასე ვთქვათ, ურთიერთობა და შეხება, კონტაქტი იზრდება, დახურული სივრცეა, მოკლედ ფანჯრები და კარებები კვეთად ხატოვნად ვთქვათ იკეტება და ჩვენ ყველანი უფრო ადვილად მიმღებლები ხვდებით ამა თუ იმ ინფექციის მიმართ. არსებობს, მაგრამ დავასრულებ შეიძლება ნინი, არსებობს მეორე ტიპის გრიპის გავრცელების მაჩვენებლები, რომელსაც ეპიდემიური ან პანდემიური გრიპი ქვია. პანდემიური გრიპის დროს, აი თქვენ მოგეხსენებათ 2-3 წლის წინ H1N1 სახელი ცნობილი ვირუსი, ეს არის ახალი შტამი გრიპის ვირუსის, რომელსაც სრულიად დაუცველ მოსახლეობას მთელს მსოფლიოში და კონტინენტიდან კონტინენტზეც კი, რომ არ არსებობს იმუნური მახსოვრობა, რომ ახალი შტამია გამოსული და ძალიან მაღალი გავრცელებით ხასიათდება და ბუნებრივია მას აქედან გამომდინარე რომ იმუნური სისტემაში მახსოვრობა არ არსებობს, გართულების რისკიც მაღალია. აი ხა მივადექი სწორედ იმ სათქმელს, რისთვისაც ეს შესავალი და პრელუდია მე დამჭირდა რომ გასაგები გამხდარიყო. როდესაც საუბარია აი მეორე ან უკანასკნელ შემთხვევაზე, პანდემიური გრიპის ახალი შტამის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე, აქ ცალსახადა ერთგვაროვანი რეკომენდაცია არსებობს. მაქსიმალურად უნდა მოიცავს სახელმწიფომ ყველა მოსახლე თუ ამის შესაძლებლობა არსებობს, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მას ძალიან მაღალი გართულება, იმიტომ რომ ეს არის ახალი ვირუსი, ახალი შტამი და შესაძლო გვერდითი მოვლენები ძალიან ხშირია. ეხლა რაც შეეხება რაც ყველაზე მეტად გვაწუხებს. სეზონური გრიპის შემთხვევაში, რომელიც ბანალური გრიპია და ბოლო წლებია, ერთი და იგივე შტამის, ეს არის A და B ტიპის ვირუსი მოგეხსენებათ და ყველაზე გავრცელებული შტამები ამ ვაქცინაში არის წარმოდგენილი. სეზონური გრიპის ვაქცინაციის შემთხვევაში სასახად წინააღმდეგობა არსებობს მხოლოდ ორ შემთხვევაში, როცა მისი გაკეთება არ შეიძლება. ეს არის პირველი. 6 თვემდე ასაკის ბავშვი არ შეიძლება რომ აუცრათ. და მეორე, როდესაც ამ ვაქცინაზე, ამ ვაქცინაში არსებულ კომპონენტზე არსებობს ალერგიული რეაქცია. ვაქცინაში არსებულ კომპონენტებზე უხშირესი ალერგიული რეაქციები ეს არის კვერცხთან დაკავშირებული პრობლემები, იმიტომ რომ კვერცხის ალერგიულობის მქონე ადამიანს არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება გაუკეთდეს გრიპის საწინააღმდეგო სეზონური ვაქცინაცია. ასევე ანტიბიოტიკი, ნეომიცინზია საუბარი, ეს არის
ამინოგლიკოზიდის ტიპის ანტიბიოტიკი, თუ პაციენტმა იცის ანამნეზში ოდესმე მსგავსი ტიპის და ჯგუფის ანტიბიოტიკზე პრობლემა ჰქონია, ამ ანტიბიოტიკთან მიმართებაში, უკაცრავად ვაქცინასთან მიმართებაში, სრული თავშეკავება, უარის თქმა ხდება ასეთ დროს. ეხლა რაც შეეხება სხვა შემთხვევებს, როდის არის მეტად უფრო მოწოდებული სეზონური გრიპის ვაქცინაციის გაკეთება. თუ პაციენტი არის აბსოლუტურად ნორმალური იმუნური სისტემის, ეს განსაკუთრებით ბავშვთა პოპულაციას შეეხება, როდესაც ავადობა შესაძლებელია იყოს ხშირი, თუ განსაკუთრებით ბავშვი ბაღში დადის. ხშირი რამდენია? ხშირი რამდენს ნიშნავს დაახლოებით წელიწადში? აი ხა ამაზეც ვისაუბროთ მაშინ. როდესაც ბავშვი დადის ბაღში, ან მას ყავს და-ძმა, თანატოლები, ვთქვათ, შეიძლება ითქვას პლუს-მინუს 2-3 წლით შვალებით. ავადობა შესაძლებელია ჩაითვალოს ნორმის ვარიანტადაც კი, თუ ის წელიწადში 8 და 10 ინფექცია. მაგრამ, აქ უნდა ითქვას, მაგრამ და გავშიფროთ, რა იგულისხმება ექიმური თვალსაზრისით. ეს ინფექციები უნდა იყოს თვითმორჩენადი, საშუალოდ უნდა გრძელდებოდეს 7-8 დღე, არა უმეტეს 14 დღისა. და ამ ინფექციისგან ბავშვის მოსარჩენად ექიმს და მშობელს ანტიბიოტიკის გამოყენება არ უნდა სჭირდებოდეს. აი თუ ეს შვალები და ეს ოქროს ასე ვთქვათ, შვალები დაცულია, ავადობა 8-10 წელიწადში და განსაკუთრებით სიხშირე ეს არის ზამთრის პერიოდში, ოქტომბრიდან მარტის, აპრილის ჩათვლითაც კი შეიძლება ითქვას, მაშინ ეს მიიჩნევა, რომ ბავშვი არ არის ზედმეტად პრობლემის მატარებელი. მისი ეს ნორმალური იმუნური სისტემის პასუხია, ნორმალური იგულისხმება, რომ ბავშვს იმუნური სისტემა, როგორც ყველა სხვა ორგანო და სისტემა, ჯერ ჩამოყალიბებული არ აქვს. ამიტომ ის ვერ იქნება ისე ნაკლებმავადე, როგორც მოზრდილი ადამიანი. ამ შემთხვევაში, თუ ეს ამ ფარგალში თავდება, იმ პირობების დაცვით, რაც მე უკვე ჩამოვთვალე, რომ სწრაფად და მარტივად ერევა თითოეულ კაცების დავადებას, მაშინ შესაძლებელია, რომ ასეთ პაციენტს მე როგორც ექიმი ვაგებ რეკომენდაციას, რომ სეზონური გრიპის ვაქცინაცია არ ჭირდება. მაგრამ თუ არის პაციენტი, ეს არის ეგრეთ წოდებული რისკის ჯგუფები, რომელთაც ჭირდებათ ეს ვაქცინაცია, გამომდინარე ერთი უბრალო მიზეზისგან, რომ გრიპის ვაქცინაცია, უკაცრავად ინფექცია, იმდენად ხშირად რთული კომორბიდული, ანუ თამხლები დაავადების მქონე ბავშვებში თუ დიდებში, სერიოზულ გართულებას იწვევს, შესაძლებელია მას ძალიან ძლიერი და რთული შედეგები მოყვეს. ეს არის განსაკუთრებით პაციენტები სასუნთქის სისტემის ქრონიკული დაავადებებით შეპყრობილი. იგულისხმება ბრონქული ასთმა და ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება. ეს მოზრდილობის პათოლოგიაა. ასევე ბავშვებს განსაკუთრებით, რომელთაც აქვს თანდაყოლილი გულის და გულსიძაბთა სისტემის პათოლოგიები, გულის მანკი, მარტივენაზე რო ვთქვათ, ყველაფრის გასაგებად. პაციენტები, რომელთაც აქვს შაქრიანი დიაბეტი, ბევრი ქრონიკული და ცირკულის სხვადასხვა პათოლოგია, ასევე სისხლის სისტემის დაავადებები, ანემიები და ასე შემდეგ. ეს არის ის პაციენტთა ჯგუფი, ეგრეთ წოდებული რისკის ჯგუფი, რომელთაც გრიპის ვირუსის გადატანის შემთხვევაში ძალიან რთული შედეგები შეიძლება მოყვეს. ამიტომ ამ კატეგორიის პაციენტებს მე როგორც ექიმი, ალერგოლოგი, იმუნოლოგი ვაძლევ აუცილებელ რეკომენდაციას, რომ სეზონური გრიპის ვაქცინაცია მათ აუცილებლად უნდა გაუკეთდეს ყოველგვარი ზედმეტი შეფასებების გარეშე. რაც შეეხება ორსულებს, შეიძლება რომ მათაც ვისაუბროთ, თქვა ორი სიტყვით. ბატონო, საერთოდ გრიპის ვაქცინასთან მიმართებაში ორსული ასევე ერთ-ერთი მაღალი რისკის კატეგორიის პაციენტად არა, მოდი პირობითად ვთქვათ, პირად მიიჩნევა, რომელსაც ბუნებრივი იმუნოკომპრომენტირებული მდგომარეობა აქვს. ან ორსულობა ეს არის ტრანზიტორული, წარმავალი იმუნოდეფიციტური მდგომარეობა, შეიძლება ესე ითქვას. ამიტომაც თუ პაციენტს განსაკუთრებით ორსულია და ორსულს მაგალითად ბოლო გესტაციურ კვირამდე უწევს მაღალი მჭიდრო კონტაქტი, თქვა სამსახურებრივად, ამის არის ჯანდაცვის მუშაკი. ახლა თუ დიასახლისია ორსული, მე მაგალითად როგორც ექიმი ვეთქვი, რომ რაც შეიძლება მინიმალური წამლით და ყოველგვარი ვაქცინისგან თავშეკავებით მიიტანოს მშობიარობა და ორსულობა ბოლო წუთებამდე. მაგრამ აი თუ ამ რისკ ფაქტორების გათვალისწინებით შევხედავთ, ამიტომ ყველა პაციენტთან მიდგომა მაინც ინდივიდუალურია. ერთადერთი უნდა ითქვას თავსახად, რომ ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს ცოცხალი გრიპის ვირუსი, ეს ჩვენი ვაქცინები, ცოცხალი გრიპის ვაქცინა, უკაცრავად, ჩვენთან არის ინაქტივირებული, ანუ შეიძლება ითქვას მკვდარი გრიპის ვირუსისგან მიღებული ვაქცინები,
ცოცხალი ვირუსის ვაქცინა არსებობს ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომელიც კატეგორიულად წინააღმდეგ ჩვენებას წარმოადგენს ორსულობის დროს. ამას მხოლოდ ლამახვილებ ყურადღებას, რომ ხანდახან პაციენტი ბრმად ინტერნეტიდან იღებს ინფორმაციას და შეიძლება სადმე მოკრან თვალი გულისხმობ, რომ არაპროფესიონალი ადამიანი, რომ ორსულობის დროს წინააღმდეგ ნაჩვენებია ვაქცინა. ეს არის მხოლოდ საუბარი ცოცხალ ინტრანაზალურ არსებობს ფორმა ცოცხალი ვაქცინის, რომელიც ცხვირში ეწოდება პაციენტს. აი ამ ტიპის ვაქცინა არავითარ შემთხვევაში ორსულობის დროს არ კეთდება. ხოლო რაც შეეხება იმ ფორმას ორი ვაქცინისა, რომელიც ჩვენ ქვეყანაშია დღეს შემოსული და გავრცელებული, აი თუ იმ პირობების დაცვით, რაც მე ვახსენე და თუ ორსულს თქვენ დავამატებ რომელიმე ქრონიკული დაავადება აქვს, თუნდაც სასუნთქის სისტემის და ასე შემდეგ, მანაც აუცილებლად უნდა გაიკეთოს. თუ ორსული არის დიასახლისი და უდიდეს ნაწილს მაინც ატარებს იზოლირებულად სახლის პირობებში, მე როგორც ექიმი რეკომენდაციას ვაძლევ, რომ ეს ვაქცინა არ გაიკეთოს ამ შემთხვევაში. უღრმესი მადლობა სამწუხაროდ გააცემის ეს ნაწილი დასასრულს უახლოვდება. თუ შეიძლება ბატონ ბიძინა ერთი შეკითხვა მოქვს კიდევ თქვენთან თუ თქვენ აღნიშნეთ, რომ მოკლედ წინა წლების შტამის საწინააღმდეგო ვაქცინის მიღება გვიწევს ჩვენ წელს. რამდენად რეალურია, რომ თქვა ახალი ვირუსის მიმართ მას ჰქონდეს შედეგი? ასე სწრაფ რეჟიმში შესაძლებელია, რომ თქვა რაღაცა შეიქმნას ახალი თქვა შტამი ვაქცინაციის? აი ძალიან კარგი შეკითხვაა და მოკლედ უპასუხებ. რასაკვირველია, გამომდინარე იქიდან, რომ ვირუსმა შეიძლება განიცადოს მუტაცია და ეს ყველაზე ხშირად სწორედ გრიპის ვირუსს ეხება. ამიტომ აქაც რომელსაც ჩვენ წელს გავიკეთებთ პირობითად, ეს არის წინა წელს მოდრეიფე, ესე ქვია, ანუ როცა გავრცელებული იყო ეს ვირუსი, მხოლოდ წინა წლის შტამები შედის წლევანდელი წლის, ანუ 2014-15 წლის ვაქცინაში. ამიტომაც მათ იმუნური დაცვის პოტენციური მაჩვენებელი აქვს 70-80%. თუ გაჩნდება ახალი შტამი, რომელიც იქნება წლევანდელი, ანუ ახალი, მის მიმართ ჩვენ არ გვექნება არანაირი დაცვის სისტემა და მაშინ იწყება დაახლოებით ჩვენ ნახევარში 2 თვეში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია გამოყოფს ამ ახალ შტამს და ეს უკვე იქნება ახალი ვაქცინები და მთელი მსოფლიო განვითარებული ქვეყნები განსაკუთრებით ცდილობენ, რომ თავისი პოპულაციამ ახალი ვაქცინის საწინააღმდეგო შეიძლება ზაფხულშიც კი მოხდეს. თქვენ წინა წლების ეპიდემია გახსოვთ, როცა ბრიტანეთსა და ამერიკაში სწორედ ივლისსა და ივლისის თვეში იყო, ანუ ზაფხულის პერიოდსაც კი დაემთხვა ამ ახალი H1N1-ის ვირუსის გავრცელება. ჩვენ ამ ვირუსით ვართ დაცულები, ვაქცინით დაცულები 70-80% შემთხვევაში იმ სტამბებისგან, რომლებიც წინა წელს და უდიდეს ნაწილშიც ლევანდელ სეზონზე იქნება გავრცელებული. უღრმესი მადლობა იმუნოლოგ-ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი პასუხობდა ფრეშ კლუბის შეკითხვებს. ფრეშ კლუბი ნინი ხუგაშვილთან ერთად.